ვაშინგტონმა USAID-ის ოფიციალურად დახურვის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ლიკვიდაცია თეთრი სახლის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელს რასელ უოტსს დაევალა. პარალელურად ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი $5 მილიარდი ოდენობის საგარეო დახმარების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, თავდაპირველად განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დასაძლევად შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით USAID-ის woke ხარჯების სიმბოლოდ იქცა. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საკვანძო პროგრამების სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადატანის შემდეგ ვაშინგტონმა USAID-ის ოფიციალური დახურვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ცნობა შეერთებული შტატების მთავარმა დიპლომატმა სოციალური ქსელით გაავრცელა და ისიც აღნიშნა, რომ სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესს პრეზიდენტ ტრამპის რჩევით თეთრი სახლის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი რასელ უოტსი უხელმძღვანელებს. იანვრიდან ჩვენი გადასახადის გადამხდელების $10 მილიარდი დაავზოგეთ. ძირითადი პროგრამების მცირე რაოდენობით სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლით USAID ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია. სააგენტოს დახურვას, რომელმაც გზიდან დიდი ხნის წინ გადაუხვია, ახლა რას უოტსი უხელმძღვანელებს. თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა უკვე გაავრცელა ცნობა, რომ USAID-ისთვის გამოყოფილი $3 მილიარდზე მეტი თანხა უკვე შეკვეცილია. ეს კი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, რომლის ფარგლებშიც კონგრესის მიერ საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი $5 მილიარდი შემცირება უნდა მოხდეს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მილიარდობით დოლარის შემცირებას, მათ შორის საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიებზე გამოყოფილი დაფინანსების. შეკვეცილი თანხებიდან $3 მილიარდზე მეტი USAID-ისთვის, ხოლო 900 მილიონი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გამოყოფილი დაფინანსებაა. ასევე გაუქმდება საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 800 მილიონი და 300 მილიონზე მეტი, რომელიც სხვა ქვეყნებში დემოკრატიული ღირებულებების წასახალისებლად იყო გამიზნული. ტრამპის ადმინისტრაცია სრულად არის მზად მოიყვანოს ამერიკის ფინანსური სისტემა წესრიგში, შეამციროს მთავრობის ხარჯები, რომლებიც woke-ის იარაღა და აქცეული და უაზროა. ამავე განცხადებაში დასახელებულია იმ პროგრამების მაგალითები, რომელთა დაფინანსებაც შეწყდება ან შემცირდება. მათ შორის არის USAID-ის პროგრამა განვითარების დახმარება, რომლის დასაფინანსებლად გამოყოფილი იყო $3.2 მილიარდი. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს პროგრამა შეიქმნა განვითარებად ქვეყანაში სიღარიბის დასასრულებლად, თუმცა მოგვიანებით ის ამერიკული ღირებულებების საწინააღმდეგო ინიციატივის დაფინანსების წყაროდ და USAID-ის woke ხარჯების სიმბოლოდ იქცა. კიდევ ერთი მაგალითი, რომლის დაფინანსების შეჩერებაც თეთრი სახლის განცხადებაშია მოყვანილი, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის ფონდებია, რომელთათვის ბიუჯეტიდან $322 მილიონი იყო გამოყოფილი. ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ხელშეწყობის აქტივობები ძირს უთხრის ამერიკულ ღირებულებებს, ასუსტებს ამერიკის აღქმას საზღვარგარეთ და ერევას სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენი მოკავშირეების სუვერენიტეტში. მაგალითად, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა გენდერულად მგრძნობიარე მმართველობა და ინფორმაციული მთლიანობის, თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერება LGBTQI+ მოსახლეობისთვის. ეს ქმედება გააუქმებს იმ პროგრამებს, რომლებიც ახორციელებდნენ ცენზურის ოპერაციებს და ერეოდნენ უცხო ქვეყნების არჩევნებში. აღნიშნული პროგრამების გაუქმებისთვის დონალდ ტრამპმა იშვიათი მექანიზმის გამოყენება გადაწყვიტა, რომელსაც ფარული რეზისია ეწოდება, რაც თავის მხრივ უკვე გამოყოფილი თანხების უკან გაწვევის მოთხოვნას კონგრესის ჩარევის გარეშე ითვალისწინებს. აღნიშნული მექანიზმი შეერთებულ შტატებში თითქმის 50 წელიწადია არ გამოუყენებიათ.